კოალიცია ცვლილებისთვის წევრს გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნანა შამათავამ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით გირაუს გამოყენებას ითხოვდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. სანამ მოსამართლე გადაწყვეტილებას ხასაიას თქმით ახსენებდნენ პოლიტპატიმრებს მზია ამაღლ სხდომაზე გაირკვა რომ გელა ამ სხდომაზე მხოლოდ ხასაიას აღკვეთის ღონისძიება განიხილეს. დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი დღეს დაუმძიმა. უწყება ახლა მათ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა რომ გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ხასაიასთვის დამძიმებულ ბრალს მისი ადვოკატი ომარ ფურცელაძე პოლიტიკურ დევნად αφასებს და ამბობს რომ სისხლის სამართლის საქმეში, რასაც ამ ეტაპზე გაეცნო, ბრალის დამადასტურებელი არც ერთი ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს. როგორც ადვოკატი მედიასთან საუბარში ამბობს, დასადგენია იმ პირების ვინაობა, რომლებმაც ჩვენება გელა ხასაიას წინააღმდეგ მისცეს. ფურცელაძის თქმით, კოალიცია ცვლილებისთვის წევრის მიმართ წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა მუქარას. გელა ხასაიას ბრალი ამ ეტაპზე წარდგენილი აქ 118 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯანმრთელობის ჩადენილ ჯგუფურად. შესაბამისად კიდევ ერთი პირია ბრალდებული გელა ხასაიასთან ერთად. მისთვის უცნობი პიროვნება არ იცნობს გელა ხასაია აღნიშნულ პირს ვინ არის დაკავებული. გელას დამოკიდებულება ცხადით და მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომელი იქნება ახლა ნუმერაცია იქ მუხლის და რამდენი იქნება სასჯელი. ჯამი ერთია, რომ გელას მიმართ წარდგენილი ბრალდება ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დევნა და არ შეიძლება მას კონდეს რაიმე სხვა განსხვავებული საფუძველი. გელა თვეების განმავლობაში, თვეების და წლების განმავლობაში იღებდა სხვადასხვა დროს მუქარას, რომ მისი სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის მიზეზით მას დააკავებდნენ და ძალიან დიდ დროს გაატარებდა ციხეში, მათ შორის დაკავების შემდგომაც გელას უთხრეს, რომ დაპირება შეუსრულეს და აკავებდნენ ამიტომ სისხლის სამართლის წესით. ფაქტია, რომ მძიმე ბრალდება შემთხვევითი არ ყოფილა და ამით გარკვეული გადაზღვრება მოხდა თავის და შექმნეს სურათი იმისა, რომ გელა ხასაიას მიმართ არ ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობაზე ნაკლებად მძიმე სხვა აღკვეთის ღონისძიება. პროკურატურის მტკიცებით 1 სექტემბერს თბილისში თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულებმა დაზარალებულს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს. პოლიციამ გელა ხასაია და კიდევ ერთი პირი 29 სექტემბერს დააკავა. ხასაია ბრალს არ აღიარებს. დაკავების დღეს ის მისმა ადვოკატმა მოინახულა, რომელმაც თქვა, რომ იმ დღეს ხასაია კონფლიქტ შეესწრო, თუმცა მასთან არაფერი აკავშირებდა.